როგორ შეაფასებთ გამგებლის მუშაობას? ვერ შევაფასებთ დადებითად. რატომ? უკმაყოფილოები ვართ ძალიან. არ აქცევენ ყურადღებას. ხო შეიძლება რომ მივიდეს სოფელში და დაელაპარაკოს მოსახლეობას, მაგრამ არ მოსულა. არც არაფერი გაუკეთებია და არც არაფერი გაუფუჭებია, რა ვიცი რა უნდა შევაფასო. არ შევაფასებ დადებითად, უარყოფითად შევაფასებ. რატომ? იმიტომ რომ ბევრი გასაკეთებელი ის არის საქმე რომ უნდა გააკეთოს. ხალხს უნდა გვერდში დაუდგეს, არათუ იქ კაბინეტში ზის და იქიდან იმას გამოჩერებია ფანჯრიდან. უნდა ჩამოვიდეს და ხალხს გვერდზე დაუდგეს. რაც უჭირს ხალხს, ის საქმე უნდა გააკეთოს. აფენისტის ყოველ შემთხვევაში არაფერი კეთდება და არაფერი დაგვინახია და ამაზე საშინელი ხალხი არ არსებობს და წავედი ახლა მაბატია თაფლიებში მაგვიანდება. რატომ? ბაისუბანში გადმოდით და გეტყვის მთელი მოსახლეობა რატომ? რაც შესაძლებლობა აქვს და შეუძლიათ აგეთებ. საბავშვო ბაღი, სკოლა გადაიხურა, სახლები, დასეტყული სახლები და არ ვიცი რომ საერთოდ არ ვიცი გააკეთებული არაფერი დამენახი არც გაფუჭებული. ვერაფერს ვერ გეტყვი, რაც უთხრა მე შენ გამგებელს. გამგებელი ვინ არის არიცით? არა. კახა ჯამბურია. ვერ გეტყვი ვერაფერს. არ იცნობთ კახა ჯამბურიას, არც გაგიგიათ? ახლა პირდაპირ მესმის. ძალიან უარყოფითად. რატომ? არა ვიცი, არაფერი არ გვინახია გაკეთებული რაიონში. არ გვინახია გამგებელი, არ ვიცით. ჯერჯერობით უკეთესობა ვერაფერი ვერ ვარ. ყველაფერი კარგად მინდა წიშლა და ყველაფერი კარგად გეთქვი. მე არ ვიცი. გაკეთებას ვერაფერს ხედავ და არ ვიცი.